როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი ტექნიკური ანალიზი და როგორ უნდა ვერჩიოთ ზუსტად ის კარგი, სწორი და ხარისხიანი ტრეიდები. ამ ვიდეოში მეგობრებო განვიხილავთ Ethereum-ის ტრეიდს თავიდან ბოლომდე, როგორ უნდა განსაზღვროთ ჩვენი ლეველები, ჩვენი ენტრიები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენტრი შეიძლება იყოს, რაც ამ ვიდეოში განახებთ, ძალიან ბევრი სტოპ-ლოსები შეიძლება იყოს, ძალიან ბევრი რევარდი და როგორ საზღვავთ ზუსტად ჩვენი ზუსტ და სწორ სტოპ-ლოს ენტრის რევარდს და ასე შემდეგ. და რატო აკეთებ ამ ვიდეოს მეგობრებო? ანუ Discord-ზე ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა თავისი ჩარტი, იმიტომ რომ მეც ვაზიარებ ხოლმე ჩემ ჩარტებს და მან თქვა რომ აი ამად ამ ტრეიდს უყურებ და რას ფიქრობ დავით. და ჩარს რო შევხედე იმდენი ლეველები ეხაზა და ისეთი ქაოსი იყო რომ მე თვითონ ვერაფერი ვერ გავიგე და მას მიმეც ესეთ რჩევა და ამ რჩევას გაძლევთ მეგობრებო თქვენც, იმიტომ რომ ბევრი აკეთებს, ბევრი უშვებს ამ შეცდომას, რაც შეიძლება კლინ უნდა იყოს შენი ჩარტი. ახლა მე რო გაგიკეთებთ ესე ვთქვათ ანალიზს, შეხედავთ თუ როგორი კლინ და სუფთა არის ჩემი ჩარტი, რომ არ დავკარგოთ ჩემი თავი ჩარტში და უბრალოდ ხედავდე სად იმყოფება ფასი, რას აკეთებს და სად უნდა ვეძებო მე ან შორტები, ან შორტები, ლონგები და ესე ვთქვათ სტოპ-ლოსები. ამიტომ მოდი ახლა პირდაპირ გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე და განვიხილოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, მაშინ ვიყავით სანამ ტრეიდს განვიხილავდი, მაშინ ვიყავით აი ზუსტად აქ და ნახეთ, ეხლავე გეტყვით თუ რა არ უნდა გააკეთო. ბევრს ხედავ ხოლმე რომ ანუ გარდა იმის რომ ძალიან ქაოტური ჩარტები აქვს ხოლმე, ბევრს ხედავ რომ უბრალოდ ესე ზიან ხოლმე ან forex ტრეიდერები უფრო მეტად ბაზრები რომ გაიხსნება ხოლმე, ეგრევე ესე ზიან 5 წუთიანზე, 3 წუთიანზე, 1 წუთიანზე და ეს რაღაცას აკეთებთ. სუპორტი, აქ სუპორტზე ვართ მეგობრებო. მომწონს კარგი არის აი სტოპ-ლოსი, entry stop-ლოსი და ჩემი რევარდი იქნება აი აქამდე. 1.5-ზე იდეალურია ლონგი. შემდეგ გაისტოპებიან, არა უშავს ბაზარი არის ჩოპი. გადავიდნენ შემდეგს. ეს არ არის ტრეიდინგი, ეს არის ჩვეულებრივი გამბლინგი და ზუსტად ახლა განახებთ თუ რა არის ტრეიდინგის სინამდვილეში, როგორ უნდა ივაჭრო და ამ რასაც ქვია, ანუ ამას ჩვეულებრივად შეგვიძლია დავარქვათ ტრეიდინგის მასტერ-კლასი, იმიტომ რომ იმას რასაც მე თქვენ განახებთ, ზუსტად ის არის ტრეიდის დაგეგმა, ზუსტად ის არის გეგმის შექმნა, ზუსტად ის არის ლეველების განსაზღვრა და ასე შემდეგ და ზუსტად ის არის ზუსტად რაც შენ გჭირდება იმისთვის რომ ტრეიდში და ბაზარზე იყო მშვიდად, წყნარად და იცოდე რას აკეთებ, იმიტომ რომ როცა შენ არ იცი რას აკეთებ და უბრალოდ შორტს და ლონგს მიდიხარ, რა თქმა უნდა შენ თავში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება, ძალიან ბევრი ცუდ რაღაცაზე ფეთქდები, ემოციები მოდის და შენ უფრო და უფრო დიდ შეცდომებს უშვებ. მოკლედ დავიწყოთ მეგობრებო, მაგ დროს როცა მე განვიხილე ეს ტრეიდი, ბაზარი იყო აი აქ, ამიტომ დავიწყოთ აი აქედან. და ნახეთ ახლა რა ხდება. ანუ ყველაფერი მოყვა იმ ჩარტს, სადაც ძალიან ბევრი ლეველები ეხაზა და ვერ გავიგე ვერაფერი. და ახლა მე რასაც გეტყვი, ზუსტად იგივე ვთქვი Discord-ზეც, თავისი ჩარტებით, თავისი ტექსტით და ასე შემდეგ. ნახეთ, როცა ჩვენ ვიწყებთ ანალიზის გაკეთებას, რა თქმა უნდა დაიწყო მაღალ ტაიმფრეიმებზე. ნახეთ, ბევრი თავს აირდებს ხომ და გადადის პირდაპირ 4 საათიანზე, 1 საათიანზე და 20 წუთიანზე და უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე, როცა შენ აერთი მაღალ ტაიმფრეიმზე რა ხდება? იქნება და მაღალ ტაიმფრეიმზე ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება და ანუ საერთოდ არ არის ახლა მაგალითად აქ ლონგები საინტერესო ხომ? ამიტომ აუცილებელი არის რომ მაღალ ტაიმფრეიმზე განსაზღვროთ ჩვენი ლეველები და ასევე, როცა მე მაქვს რა თქმა უნდა ესეთი ტრეიდინგ სტრატეგია, რომ ყოველთვის ჩემი ტრეიდის მთლიან ნაწილს არასდროს არ ხურავ ხოლმე და ყოველთვის ვტოვებ 10-15-20%-ს ხომ გააჩნია როგორი ტრეიდია, როგორ ბაზარში შევდივარ და ასე შემდეგ. ამიტომ იმ დანარჩენ ნაწილს ჩემი ტრეიდის უნდა ვიცოდე თუ სადამდე შეიძლება მისი პოტენციალი იყოს და სადამდე შეიძლება მისი end target-ი იყოს, ხომ? ამიტომ ნახეთ, მაღალ ტაიმფრეიმზე რო განსაზღვროთ, მაღალ ტაიმფრეიმზე, ან daily-ზე რო ვარ ხომ ყოველთვის box-ს ვხაზავ, იმიტომ რომ გვაქვს ლეველი აქ მაღალ ლეველი აქ ქვემოთ, ამიტომ მე ვხაზავ აქ box-ს, იმიტომ რომ double time-frame-ზე რო გადახვიდე, double time-frame-ზე ნახეთ რამდენი ლეველები არის. ანუ ხედავთ რომ ესეც ლეველია, ესეც ლეველი შეიძლება იყოს, ესეც ლეველი შეიძლება იყოს და ასე. ამიტომ მაღალ ტაიმფრეიმზე მე ყოველთვის ესე ვთქვათ, ანუ daily-ზე ყოველთვის box-ებს ვხაზავ ხოლმე და გვაქვს შემდეგი box-ი, აი აქ.
აი ესეთი. ანუ მე შეიძლება აქ პატარა scalp long-ი ავიღო, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი ტრეიდი გამოდგეს და ანუ მე შეიძლება ვიცოდი რომ აი ჩემი end target-ი აქ არის. ნახეთ ახლა რა ხდება, ჩვენ განსაზღვრეთ ასე ვთქვათ daily level-ები, ხომ? აი double time frame-ზე რო გადახვიდე, ანუ აქ ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო, ხო? მაგრამ ნახეთ, როცა სტრუქტურა შეკავს ბაზარზე, უკვე ხვდები სად იმყოფები, ანუ უკვე ვიცით რომ მაღალ time frame-ზე აქ არის ჩვენი resistance, აქ არის ჩვენი support-ი. ყველაზე ხარისხიანი ტრეიდები სად კეთდება? ყველაზე ხარისხიანი ტრეიდები კეთდება აი ზუსტად აქ resistance-ზე და ზუსტად აქ support-ზე. ყველაზე ხარისხიანი long-ები არის აქ, ყველაზე ხარისხიანი short-ები არის რა თქმა უნდა აქ. შეგიძლია თუ არა აქაც ივაჭრო, რა თქმა უნდა შეგიძლია, ეგ უკვე day trader-ები და scalper-ები აკეთებენ, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე და ეხლაც აგიხსნით, მაგრამ ანუ აქ ტრეიდები უფრო ესე ვთქვათ, დაბალი ხარისხის არის, უფრო რისკიანი არის და reward-იც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ნახეთ ხლა რა ხდება. თუ შენ აქ იღებ longs, ეს არის შენი reward-ი აქამდე. თუ შენ აქ იღებ shorts, ეს არის შენი reward-ი აქამდე, ხო? იმიტომ რომ ping-pong-ს თამაშობ. თუ შენ აქ იღებ longs, ეს არის შენი reward-ი, თუ შენ აქ იღებ shorts, ეს არის შენი reward-ი, ხო? ანუ ტრეიდის ხარისხები იცვლება, ამიტომ არის საჭირო რომ გავიგოთ სად ვიმყოფებით ჩვენ მაღალ time frame-ზე. ანუ daily-ები უკვე გავიგეთ, daily-ზე ვხედავთ რომ მივიდივართ აქ support-ზე და support-ზე აქ რო ჩამოვალთ, ანუ აქ რა თქმა უნდა შეიძლება ესე ვთქვათ, კარგი long-ები წარმოიშვას, ხომ? გადავიდეთ ახლა double time frame-ზე, იმიტომ რომ აქ დღიურზე ვერ ვხედავთ, სად უნდა შევიდეთ, სად უნდა დავაყენოთ stop loss-ი, ანუ ვერაფერს ვერ ვხედავთ, ხომ? ამიტომ აუცილებელი არის ახლა რომ გადავიდეთ double time frame-ზე. გადავიდეთ ახლა რა თქმა უნდა 4 საათიანზე. 4 საათიანზე უფრო მეტი level-ები გვაქვს, უფრო მეტი გარკვეულობა გვაქვს და უფრო შეგვიძლია განსაზღვროთ სად ვიმყოფებით. მაღალ time frame ტრენდში, სად ვიმყოფებით double time frame ტრენდში, ხომ? აქ ხედავთ რომ აქაც მაღალ time frame-ზე გვაქვს ჩვეულებრივი range-ი, ანუ ახლა შეიძლება range-ში წავიდეს და ესე ვთქვათ ping-pong-ი ვითამაშოთ, იმიტომ რომ level-ი გვაქვს აქ, level-ი გვაქვს აქ და ესე ვთქვათ აქ შეიძლება ping-pong-ი ვითამაშოთ, ხო? ეს უფრო მაღალ time frame-ზე, მაგრამ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ის უნდა განსაზღვროთ, რომ სად ვიმყოფებით ლოკალურად, ხო? ანუ ლოკალურად ანუ უნდა შეხედო ბაზარზე რა მიგაჩნია შენ საინტერესოდ. ჩემთვის ახლა აქ მაგალითად საინტერესო არის ეს drop-off-ი, იმიტომ რომ ამ drop-off-მა იზუნა იმაზე, რომ ლიკვიდობა გვიღო და ძალიან დიდი drop-ი გქონოდა და ანუ ეს drop-off-ი ხშირ შემთხვევაში ყოველთვის იტესტება ხოლმე. აქაც ხედავთ რომ გავტესტეთ, ანუ გავტესტეთ ძალიან აგრესიულად, ეს ვიკი გაიტესტა, იმიტომ რომ ეს მთლიანი ვოლუმენოდად გამოდის და ეს ვიკი გაიტესტა, ხო? ანუ ჩემთვის ეს level-ი ახლა არის ძალიან საინტერესო, ხომ? დავხაზოთ აი ეს level-ი, იმიტომ რომ აგრესიულად არის გასატესტი და სრულად შესაძლებელი არის რომ ლიკვიდობა იყოს აქ მოძებნილი და აქამდე წამოვიდეს ესე ვთქვათ მაღლა. ნახეთ ხლა რა ხდება, ანუ 4 საათიანზე გვაქვს აქ drop-off-ი, is daily რომელიც გვაქვს დახაზული, ანუ ეს ისევ აქ არის და 4 საათიანზე შეგვიძლია კიდევ ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი level-ი. ანუ 4 საათიანზე აქედან დაიწყო ვარდნა და 4 საათიანზე აქედან დაიწყო დიდი ზრდა. სადაც ყოველთვის ხდება ხოლმე მომავალში ინტერაქცია, ანუ retracement ხდება ხოლმე ყოველთვის. და ანუ ვეძახ ხოლმე ამიღლიას, ხომ? ანუ ხედავთ რომ 4 საათიანზე გვაქვს ეს, 4 საათიანზე გვაქვს ეგ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ 4 საათიანზე და daily-ზე ეს მთლიანი გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში შეიძლება long-ები წარმოიშვას, ან ეს თუ ჩამოვარღვევთ აქ, მაგ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას short-ები, ხომ? მაგრამ სანამ მანდ მივალთ ესე ვთქვათ, ეს გვაქვს 4 საათიანი level-ები და შემდეგ რა არის კიდევ ჩვენთვის საინტერესო, ხომ? ჩვენთვის საინტერესო არის ლოკალური ტრენდი. და რა არის ეს ლოკალური ტრენდი? ნახეთ, ლოკალური ტრენდი ჩვენ გვაქვს 4 საათიანზე. აი ეს არის დაღმავალი ტრენდი ლოკალურად, ხომ? და ლოკალურ ტრენდშიც რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს level-ები. ჩვენ გვაქვს პირველი level-ი აი აქ, ეს არის 4 საათიანი level-ი მეგობრებო, ყველა ვხედავთ ამას, რომ ეს არის 4 საათიანი level-ი. იმიტომ რომ გვაქვს აქ low, high, lower low, lower high, lower low, lower high, lower low. ანუ 4 საათიანზე ვხედავთ რომ აქ გვაქვს ეს ბოლო high, lower high, რომელიც ესე ვთქვათ აგრძელებს დაღმავალ ტრენდს, ხო? ანუ 4 საათიანზე ჩვენ გავარკვეთ ჩვენი level-ები, ანუ ლოკალურად სად ვიმყოფებით, ხო? გადავიდეთ ახლა უფრო 1 საათიანზე, უფრო double time frame-ზე და აქ იწყება ყველაფერი ძალიან საინტერესო. შეგვიძლია ახლა ჩვენი level-ების fine tuning-ი გავაკეთოთ, იმიტომ რომ რაც უფრო double time frame-ზე გადადიხარ, მით უფრო ადვილად ხდება ხოლმე level-ების განსაზღვრა. ნახეთ ახლა რა ხდება, მე შემიძლია ეს აქეთ წამოვიღო, ანუ მარცხნიდან, ანუ ხედავთ რომ აქ ცოტა რომ ავწიოთ მაღლა, ხედავთ რომ რამდენი კონფირმაციები არის, ხომ? უფრო double time frame-ს რო გადავიდეთ, ხედავთ რომ ნახეთ. ანუ იდეალური კონფირმაციები, აქედან ვოლუმენოდი და drop-off-ი, აქ შეხებები, აქაც რამდენი ესე ვთქვათ ვოლიუმი და შეხებები, აქ ჩამოვარღვიათ თუ არა, ქვემოთ აქ drop-ი გქონდა, სხვათა შორის მე ამ short-ში წვიჯექი და ნუ აქაც კიდევ retracement-ი და მოდის ქვემოთ, ხომ? ანუ ეს level-ი არის ძალიან საინტერესო, ხედავთ რომ
ანუ არის 1 საათიანზე. და შემდეგ რა ხდება? ნუ აქ 1 საათიანზე დაბალ time frame-ზე ხედავთ, რომ ეს 4 საათიანი ლეველი არის ზუსტად იგივე ლეველი, რომელიც 1 საათიანზე არის, ხო? ამიტომ ამ ლეველს ვტოვებთ. და ნახეთ, ახლა რა ხდება? ჩვენ ვიცით, რომ აქ შეიძლება ლონგების ძიება და შეგიძლია აქ რაღაც რამოდენიმე რაღაც გააკეთო. შეგიძლია დაელოდო სანამ ფასი ჩამოვა. ანუ ნახეთ, აქ აგვაქვს ლეველი და აქ დაბალ time frame-ზე ნახეთ, 4 საათიანზე რომ გადავიდეთ. 4 საათიანზე აქ ხედა უბრალოდ აი ამას, ხო? ანუ ამ price action-ს ხედავ, რომ აქედან დაიწყო ბაზარი მაზრდა. მაგრამ 1 საათიანზე რომ გადადიხარ, ანუ აქ ხედავ სხვა რაღაც, აქ ხედავ აი ამ price action-ს, რომელიც ანუ აქ გვაქვს low, აქ გვაქვს high, აქ გვაქვს higher low, higher ესე ვთქვათ, ახლა დავიწყოთ low, high, higher low, higher high და ნუ შეიძლება ესეც გაიტესტოს, ხო, იმიტომ რომ ესეც არის price action-ი, რომელიც ჯერ არ გატესტილა და შეიძლება ჩვეულებრივად გაიტესტოს და ამის კონფირმაციას გვაძლევს კიდევ ის, რომ ჩვენ აქ გვაქვს high time frame support-ი, ხო? ანუ 1 საათიანი შეგიძლია ახლა ესეთი რაღაცა გააკეთო. ეს არის იდეალური ლეველი, სადაც შენ შეგიძლია აიღო ლონგი, ხო? მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. შენ აქ თუ აიღე ლონგი, სად უნდა დააყენო შენი stop loss-ი, ხო? აი ვთქვათ, რომ აქ გვინდა ლონგის აღება. მე ახლა უბრალოდ ყველანაირ სცენარს განვიხილავ, რა სცენარი შეიძლება შენ თავში გქონდეს და რაც უნდა გქონდეს შენ თავში, იმისთვის რომ აიღო ტრეიდები, ხო? ანუ ჩემთვის მაგალითად ეს entry იქნებოდა საინტერესო, ამ entry-ში რომ შევიდეთ, მაგრამ ახლა არის შემდეგ. entry გვაქვს, ხო? შემდეგ სადაც ჩვენი stop loss-ი. stop loss აქ რა თქმა უნდა ვერ დააყენებ. იმიტომ რომ ამ stop loss ყველა ხედავს და ესე ვთქვათ, განწირულია ესე ვთქვათ გასასტოპად და აქ ქვემოთ ხედავ რომ აქაც არის ის price action-ი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს, ხო? ამიტომ შენი stop loss-ი უნდა დააყენო, რაც შეიძლება ქვემოთ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ეს price action-იც არის გასატესტი, ხო? 1 საათიანზე რა თქმა უნდა ვერ ხედავთ აქ რა ხდება, ამიტომ გადავალთ ისევ double time frame-ს. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, რა მინდა რომ აქ განახოთ. შენ რომ აქ შეხვალ, ანუ stop loss-ი ესეთი გაქვს, entry გაქვს და ახლა არის reward. შენ reward-ად ამას ვერ დაატარგეტებ. ამას ვერანაირად ვერ დაატარგეტებ, იმიტომ რომ ხოლმე ყოველდღე სხვადასხვა time frames უნდა შეხედო. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება მეგობრებო, ჩვენ გვაქვს 4 საათიანზე ეს. ანუ იმ შემთხვევაში თუ ტრენდი გაგრძელდა 4 საათიანზე, მაგ შემთხვევაში ვიცით რომ აქ ამოვა ფასი და მე წამოვა ქვემოთ, ხო? ანუ ეს იქნება ლოგიკური ის ასე ვთქვათ კიბე, რომელსაც გააგრძელებს და ტრენდი, ხო? ამიტომ ჩვენი ლეველი არის აქამდე, ანუ სრულად შესაძლებელია ამას შეეჯახოს და წამოვიდეს ქვემოთ, ხო? ამიტომ შენ ვერ დაატარგეტებ ამას, იმიტომ რომ ამას თუ ატარგეტებ, შენ უკვე გემბლერობ, იმიტომ რომ შენ გონია და ფიქრობ, რომ ფასი ამოვა. აქამდე როცა შენ ამის კონფირმაციები არ გაქვს, ანუ შენ ეგრევე საზღვრავ და გადაწყვეტ, რომ ეს ლეველი უნდა გავარღვიოთ და ეგრევე წავა მაღლა, ხომ? რაც რა თქმა უნდა, შენ არის ერთადერთი შენ რაც იცი არის ის, რომ გაქვს ლეველი მაღლა, გაქვს ლეველი ქვემოთ. ეს არის ლეველი ქვემოთ, ეს არის ლეველი მაღლა. და ლოკალურად რა თქმა უნდა, შენი ტარგეტი უნდა იყოს აქამდე და ვერ დაატარგეტებ ამას. ამიტომ შენი ტარგეტი ჩამოდის აქამდე და რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ არანაირად არ გვაწყობს ეს ტრეიდი, ანუ ეს არის სცენარი 1. არანაირად არ გვაწყობს ჩვენ ეს ტრეიდი, იმიტომ რომ კი გვაქვს ჩვენი entry, კი გვაქვს ჩვენი stop loss-ი, რომელთაც ვართ ძალიან კმაყოფილები, მაგრამ ჩვენი reward-ით არ ვართ კმაყოფილები და ამიტომ ჩვენ ამ ტრეიდს არ გავრისკავთ და ეს ტრეიდი გადავდეთ გვერდზე, იმიტომ რომ აღარ არის ჩვენთვის საინტერესო. გადავიდეთ ახლა უფრო double time frame-ზე, იმიტომ რომ მაინტერესებს აქ რა ხდება და აქ რა price action გვაქვს, ხომ? რო გადავდივართ 15 წუთიანზე მეგობრებო. იდეალური. ანუ ნახეთ რა ხდება. ხედავთ აქ რომ ამის გარდა გვაქვს გასატესტი ლეველი აქაც. ანუ ეს მთლიანი ბოქსი არის კიდევ გასატესტი, იმიტომ რომ რას ნიშნავს გატესტვა, როცა ფასი რაღაცას არღვევს, მისი ბუნებრივი მოვლენა არის, რომ ყოველთვის გააკეთოს retracement და წავიდეს ქვემოთ, ანუ ეს ადგილი გატესტოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ აქ 15 წუთიანზე გავარღვიეთ და ამ შემთხვევაში შეიძლება, ანუ ეს price action-ი რომ დამენახამე და თავიდან ანუ ამ დროს კომპიუტერთან რო ყოფილიყავი, მე აქ რო ვიქნებოდით, აქ აუცილებლად დავდებდი longs და stop loss-ი მეყენებოდა აქ აუცილებლად, მაგრამ ხედავ რომ ფასი არ ჩამოვიდა აქამდე და მაგ დროს მე არც ვიჯექი კომპიუტერს. ამიტომ ნახეთ ახლა რა ხდება. სრულად შესაძლებელი არის რომ ფასი ჩამოვიდეს აქ ფასი არ ყოფილა, ესე იგი არის გასატესტი, ხო? გასატესტი ადგილი ნიშნავს რომ ესე ვთქვათ, price action-ის შემდეგ რაღაცის გარღვევის შემდეგ, ანუ რო გავარღვიეთ ეს drop off-ი, ეს price action-ი რო გავარღვიეთ, retracement-ი არ ყოფილა და ფასს არ გავუტესტია ეს ადგილი, ხო? ანუ ისევ გასატესტია ეს ადგილი. ამიტომ მე აქ ვეძებ ლონგებს. და ნახეთ ახლა რა ხდება. ანუ ავირჩიოთ ჩვენი ლონგები. შეგიძლია კიდე double time frame-ზე გადახვიდე, იმიტომ რაც უფრო double time frame-ზე გადადიხარ, მით უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, ხომ? ამიტომ ახლა ჩვენ უყურებთ აქ entry-ს.
როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი სწორი ენტრი. ნახეთ, რაც უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე გადადიხარ, მით უფრო ხედავთ, ანუ შენ ახლა ცდილობ რომ ეძებო კონფირმაციები. ხედავთ რომ ეს ადგილი არის გატესტილი, ხედავთ რომ ეს ადგილი ჯერ არ არის გატესტილი, ანუ ეს არის პირველი ენტრი, რაც შეიძლება მოხდეს. ამის ლამაზი კონფირმაციების გაქვს აქ, ამ ვიკის შეხება, აქ ეს პრეის აქშენი, შემდეგ რო წამოვიღოთ აქეთ ну აქაც ხედავთ რომ გაქვს იდეალური ესე ვთქვათ კონფირმაციები და შემდეგ გვაქვს კიდევ აი ეს ადგილი რომელიც არც ეს არ გატესტილა ხომ ჯერ ხედავთ რომ ეს გაიტესტა აი აქ მაგრამ ხედავთ რომ ეს ადგილი და ეს ადგილი არ გაიტესტა ანუ შენ წარმოიქმნა ახლა ორნაირი ენტრი ავიღოთ ახლა განვიხილოთ ორივე ენტრი და აი ზუსტად ეს არის მეგობრებო როგორც უნდა გააკეთოთ თქვენ ანალიზი ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი პირველი ენტრი რომელიც ძალიან კარგი და ძალიან ნორმალური არის და შემდეგ გვაქვს ჩვენ მეორე ენტრი რომელიც არის პლუს მინუს აი აქ 60-იანზე გადავიდეთ 60-იანზეც რამეს თუ ხედავთ კი ბატონო აქაც ნახეთ იდეალური ლეველი არის აქ ძალიან ლოკალურად მაგრამ აქეთ თუ წამოვიღოთ მეგობრებო ნახეთ ამათი კონფირმაცია არის ყველაზე კარგი ნახეთ ამ ვიკის შეხება ამ ვიკის შეხება ანუ ფასი აქვს ყოველდღიურად არ გაჩერებულა აქ იყო ლიკვიდობა ამიტომ შესაძლებელი არის ფასი წამოვიდეს აქამდე და ახლა ნახეთ რა ხდება სად ვაყენებთ ჩვენ სტოპ ლოს ჩვენ რომ გადავიდეთ კიდე დაბალ ტაიმფრეიმზე ნახეთ რა ხდება სტოპ ლოს შეგიძლია დააყენო აქ მაგრამ ჩემთვის ეს იყო ძალიან სარისკო და ზუსტად იგივე ახსენი მე Discord-ზეც ახსენი რომ ეს ამ სტოპ ლოს ყველა ხედავს, ამიტომ მე ავირჩევდი უფრო დეფენსიურ სტოპ ლოს, ანუ level-ორ სტოპ ლოს და ნახეთ ახლა რა ხდება. რო გადავიდეთ უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე, როგორ დავაყენეთ ჩემი სტოპ ლოსი, ხომ? ეგრე განვიხილოთ. ხედავთ აქ დაბალ ტაიმფრეიმზე, რომ აქაც არის level-ები გასატესტი, ხო? ნუ ეს პლუს მინუს გაიტესტა, ოღონდ ძალიან აგრესიულად გაიტესტა აი ამ ვიგზე და აქ ხედავ რომ ეს price level-იც არის გასატესტი. ანუ 1 წუთიანზე ესეც არის გასატესტი, ხომ? ამიტომ მე ავირჩიე რომ ამიღო ჩემი stop loss-ი, აი აქ დამეყენებინა, აი ამ level-ის ქვემოთ. აქ გავაკეთე მე ჩემი stop loss-ი, აი აქ იყო ჩემი stop loss-ი და მოდი ახლა ისევ დიდ picture-ში განვიხილოთ და გავაგზავნოთ ყველაფერი, ანუ ჩვენი ესე ვთქვათ setup-ი განვიხილოთ. ნახეთ ახლა რა ხდება. ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი entry, ანუ ორნაირი entry გვაქვს ახლა ჩვენ და stop loss-ი გვაქვს ერთი. ანუ stop loss-ის გვაქვს ორი რა თქმა უნდა, ანუ აქ შეგიძლია აგრესიულად აიღო, მაგრამ ეს აგრესიულად არ ავიღე, იმიტომ რომ ამ stop loss-ი ისე თუ ასე ყველა ხედავს და დაბალ ტაიმფრეიმზე აქაც იყო level-ი გასატესტი. ხომ ამიტომ ნახეთ ახლა რა ხდება. გვაქვს ჩვენი entry უფრო აგრესიული entry და ესეთი stop loss. ეხლა ჩვენი reward-ი, ანუ ავიდეთ reward-ამდე და გვაწყობს თუ არა ჩვენ ეს trade-ი, არის 3 და ცოტა მეტი, რაც არის რა თქმა უნდა იდეალური. ანუ გვაწყობს ესეთი trade-ი, ხომ? და შეგიძლია აერჩიო უფრო დაბალი entry-ც და ქვემოთ entry-ს რო აერჩევდი, რა თქმა უნდა უფრო მაღალი ესე ვთქვათ reward-ი გექნება და 4.6 რაც იდეალურია, მაგრამ ამის ესე ვთქვათ საშიშროება იყო მის რომ შეიძლებოდა აქ აგრესიულად შევსებულიყო და წასულიყო მაღლა, ხო? ანუ შენ ეს ტრეიდი გამოგეთიშ, ანუ ამ ტრეიდში აღარ ყოფილიყო, იმიტომ რომ მაინც დეფენსიური აერჩი, ხო? მაგრამ ეხლა რა ხდება? იმ შემთხვევაში, ანუ როგორ გავაკეთებდი მე და როგორ გავაკეთე მე? იმიტომ რომ მე აქ ჩემი reward-ი მაკმაყოფილებდა 1.3-ზე იყო, მაგ შემთხვევაში მე არ ჩამოვწე ჩემი entry ქვემოთ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩემი reward იქნებოდა უფრო პატარა, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ჩამოვწევდი ჩემ entry-ს იმისთვის, რომ ჩემი reward-ი მაინც ყოფილიყო ქვემოთ. კი, შეიძლება აქ შევსულიყავი და ფასი ისე წასულიყო მაღლა, მაგრამ ასე ვთქვათ, ცუდ trade-ში მაინც არ ვიჯდებოდი. ყოველთვის მირჩევნია რომ ვიჯდე. ყოველთვის მირჩევნია რომ ცუდ trade-ში არ ვიჯდე და უბრალოდ ვუყურო. ანუ ცუდ trade-ში მირჩევნია რომ საერთოდ trade-ში არ ვიჯდე. და ასევე, ანუ ეს არის ერთი რამ, რაზეც შეგიძლიათ ეს ვთქვათ განსაზღვროთ თქვენი entry და stop loss-ი და მეორე არის ის, რომ აი მაგალითად შენ რომ ეს ჟურნალინგს თუ აკეთებ შენი ტრეიდების და თუ გაქვს შენი დღიური ტრეიდების და შენი ტრეიდები თუ გეუბნები რომ აი შენი ტრეიდების 80-70% ყოველთვის დეფენსიურად იტესტებოდა ხოლმე, მაგ შემთხვევაში შეგიძლია დეფენსიურიც აგიღო, იმიტომ რომ reward-იც კარგი იყო, ხომ? ამიტომ შეგიძლია სხვადასხვა რაღაცებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილებები, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა გჭირდება data, გჭირდება სწორი data. ამ შემთხვევაში მე ავიღე ეს აგრესიული ჩემი reward-იც იყო, რა თქმა უნდა აქამდე. და ნახეთ ახლა რა ხდება, ეს არის სცენარი ერთი, ეს არის ლიკვიდობის თამაში, რატომ არის ლიკვიდობის თამაში? იმიტომ რომ დაბალ ტაიმფრეიმზე უკვე ხედავ აქ ჩვეულებრივად რომ აქ არის კიდევ entry გასაკეთებელი, ხედავ აქ რომ ყველას და ძალიან ბევრს ეყენებოდა აქ stop loss და სადაც stop loss-ი აყენია, იქ ყოველთვის სტოპებიან ხოლმე ხარხი, ანუ რასაც ყველა ხედავს
რა თქმა უნდა, ზუსტად ის არ ხდება ხოლმე, ხო? ანუ ეს არის ჩემი პირველი სცენარი, ანუ პირველ სცენარი განვიხილეთ, აქ იყო entry, stop loss-ი აქ არ მოგვიწონა reward-ი, ამიტომ უფრო ქვემოთ ჩამოვედით, რომ სხვა entry გვენახო, ნახეთ სხვა entry. ეს არის ჩვენი სცენარი, რომელიც არის იდეალური. ნახეთ ახლა რა ხდება, განვიხილოთ კიდევ შემდეგი სცენარები. შემდეგი სცენარები არის ის, რომ ფასი აქ რო ჩამო, თუ არ მინდა აქ მე პირდაპირ ფასი ავიღო, ესე ვთქვათ, ტრეიდი ავიღო, ანუ ხო შეიძლება რომ ფასი აქამდე არ ჩამოვიდეს და აქ ჩამოვიდეს და აქედან წავიდეს მალე, ხო, ანუ არის ჩვეულებრივად შესაძლებელი. ამიტომ ჩემი სცენარი მესამე იქნება, დაველოდები ფასი აქ რომ ჩამოვა. აქ თუ ჩამოვიდა და აქამდე არ ჩამოვიდა, მაგ შემთხვევაში შევეცდები რომ ფასში ავიღო ტრეიდი და რაც ნიშნავს ფასში ტრეიდის აღება. ზუსტად აგიხსნით რომ ფასი აქ რომ იქნება რომ ეგრეც ფასში შეგეძლო ტრეიდი შესულიყავი, ანუ ეს იქნებოდა ერთი აქ. შემდეგ იქნებოდა აი აქ, ანუ ეს იყო მესამე სცენარი, ეს იყო მეოთხე სცენარი, ანუ ფასი შეიძლება აქედან წასულიყო მაღლა, ფასი შეიძლება აქედან წასულიყო მაღლა. ანუ ეს არის ეს გვაქვს ჩვენ უკვე 4 სცენარი, ხო? პირველი იყო ის reward-ი რო არ მოგწონა, მეორე არის ეს, მესამე ეს, მეოთხე ეს, ხო? განახილოთ კიდევ შემდეგი სცენარები. შემდეგი სცენარები რა შეიძლება მოხდეს, ანუ თუ ჩვენ ჩამოვიდით აქამდე, ანუ ეს კონსტრუქცია თუ არ წარმოიშვა და ეგრევე გქონდა დროპი და ჩამოვარღვეთ ეს ქვემოთ, მაგ შემთხვევაში ეს იქნება ჩვენი კიდე ერთი სცენარი. იმ შემთხვევაში თუ, ანუ ეს არის ჩვენი ლეველი, ხომ? აქ არის ჩვენი high. იმ შემთხვევაში თუ ეს high გავარღვეთ, მაგ შემთხვევაში წარმოიშვება, არც თუ ისე ხარისხიანი, მაგრამ წარმოიშვება long-ი. ნუ არ ვიცით თავიდან ხარისხიანი იქნება თუ არა და reward კარგი იქნება თუ არა, იმიტომ რომ უნდა წარმოიშვას, მაგრამ ეს სცენარიც დევს დაფასი. ეს არის შემდეგი სცენარი, მაგის შემდეგი სცენარი არის აქ short-ი. იმიტომ რომ მაგ გვაქვს მაღალ time frame რეზისტენცია, ეს არის შემდეგი სცენარი და კიდევ შემდეგი სცენარი არის აი ეს. ზუსტად ესეთ რაღაცები მქონდა დახაზული ჩარტებზე, რომელიც ესე ვთქვათ Discord-ზე დავდი. ანუ ეს არის ჩემი სცენარები, სადაც მე შემიძლია ტრეიდები ავიღო და ამ ტრეიდიდან აქედან მე ვერც ერთს ვერ ავიღებ გარდა ამისა. იმიტომ რომ ამას ხედავთ, ანუ ამის ინფორმაცია უკვე გვაქვს, stop loss შეგვიძლია განსაზღვროთ, ყველაფერი შეგვიძლია განსაზღვროთ, ამიტომ ამ ტრეიდს ვიღებ პირდაპირ. მაგრამ ეს ტრეიდი ჯერ წარმოშობილი არის და უნდა დაველოდოთ თუ რომელი წარმოიშვება, ხო? და მოდი ახლა ვნახოთ, რას გააკეთებს ესე ვთქვათ ბაზარი. ხედავთ რომ 15 წუთიანზე ვართ, კი ბატონო იყოს. ნახეთ, ხედავთ რომ შეგვისო, ანუ ჩვეულებრივად შეგვისო და საინტერესო რა არის ახლა აქ. ნახეთ, ჩვენ რომ აგვიღო აქ აგრესიული stop loss-ი, ხედავთ რომ ყველა გაისტოპებოდა და ბაზარი ზუსტად მერე წავიდა და მაღლა. ყოველთვის ვცოდეთ რომ ბაზარი ყოველთვის ეძებს ლიკვიდობას და ეს stop loss-ი რომ აგიღო შენ აუცილებლად გაისტოპებოდი და შენ ხედავთ რომ ბაზარი წავიდა მაღლა. ამიტომ ეს იქნებოდა ძალიან ცუდი ტრეიდი, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგი გავაკეთეთ და ძალიან ჭკვიანური გავაკეთეთ რომ level 2 stop loss, level 2 stop loss-ი ავიჩეთ და ზუსტად იგივე მქონდა რომ შენ შეგიძლია ერჩო აქ ეს stop loss-ი, ან აქ ეს stop loss-ი, ეს არის level 1, რომელიც არის გვარის და ძალიან ბევრი ხედავს და გაისტოპები. ეს არის მეორე. ნახეთ რა ხდება. რას გულისხმობ, რომ ეს სცენარი არ გამოვიდა, იმიტომ რომ ფასი აქ არ ჩამოვიდა და აქ არ ქონა კარგი კონსტრუქცია, მაგრამ ნახეთ, შენ თუ არ აიღებდი აქ პირდაპირ, ანუ მე პირდაპირ ავიღე და რა თქმა უნდა, ტრეიდში შემივსო, ხო? შეგეძლო მეორენაირად, ანუ უფრო safe გეთამაშა და დალოდებოდი და ესეთ რაღაც დალოდებოდი და ნახეთ, ზუსტად რაც აქ ხაზია, ზუსტად ეგეთი რაღაცა მოხდა. აქ გვაქვს high, გავარღვიეთ ეს high, გაიტესტა. აქ გვაქვს high, გავარღვიეთ ეს high და შეგიძლია შენ ეს ტესტი ითამაშო. და აქაც ზუსტად იგივე რაღაცა ხდება, ანუ გადადიხარ დაბალ time frame-ზე, ხედავ თუ რა მოხდა, ხედავთ რომ აქ გვაქვს ლოკალურად დაღმავალი ტრენდი და ნახეთ ესეთი კონსტრუქცია არნიშნავს რომ ყველგან შეგიძლია ითამაშო და ყველგან შეგიძლია იყო ესეთი ტრეიდი, მაგრამ როცა შენ ხარ support-ზე და resistance-ზე, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეგიძლია ესეთი ტრეიდები აიღო და ესეთ სეტვები. ხედავთ რომ გვაქვს დაღმავალი ტრენდი, ხედავთ რომ გვაქვს აქ ბოლო drop-off-ი 5 წუთიანზეც იგივეა და 15 წუთიანზე ნახეთ 5 წუთიანზე აქ გვაქვს drop-off-ი, გავარღვიეთ drop-off-ი, 15 წუთიანზეც ხედავთ რომ გვაქვს აქ drop-off-ი, რომელიც გავარღვიეთ, ცოტა ხანში გამოჩნდება რომ გაირღვა. კი ბატონო. ანუ უკაცრავად it's not true გადავახვიოთ ისე უკან. კი ბატონო. ანუ აი აქ ხედავთ მეგობრებო 15 წუთიანზე zoom in რომ გავაკეთოთ, რომ ეს level-იც გაირღვა. ეს level-იც გაირღვა, ანუ გაარღვეს აი ამ ორმა სანთელმა, ანუ სანთელი გაიხსნა და დაიხურა ამ level-ს ქვემოთ, ანუ 5 წუთიანზეც მე უკვე მქონდა ჩვეულებრივი ესე ვთქვათ, ეს 15 წუთიანიც არ გარღვეულიყო, რა თქმა უნდა დამატებით კონფირმაცია რომ გაირღვა, მაგრამ ანუ აქ ჩვეულებრივად ხედავ რომ გაქვს
lower high ლოკალურად lower high lower low lower high lower low და higher high საკეთებ ხო ანუ ეს უკვე არის პირველი სიგნალი იმის რომ შეიძლება ტრენდი შეიცვალოს ეხლა რა საკეთებ სად იღებ შენ entry სადა გაქვს stop loss-ი და ასე შემდეგ რა თქმა უნდა შეგიძლია აქ აგრესიულად აიღო entry რომელსაც მე არ ვაკეთებ ხოლმე შეგიძლია ჩამოხვიდე ქვემოთ და დაინახო ანუ საიდანაც დაიწყო ბაზარმა და ისევ ვოლიუმენოც და ისევ იღლიებს რომ უყუროთ ხედავთ რომ ბაზარმა დაიწყო აქედან ზრდა რა საკეთებ იღებ ზუსტად აი აქ ტრეიდს რომელიც შეგივსო რა თქმა უნდა და შემდეგ ხედავთ რომ ეს ადგილები არის გატესტილი მაგრამ ეს ადგილი დარჩა გასატესტი ეს ადგილი დარჩა გასაკეთე ამიტომ სად აყენებ შენ stop loss შენი stop loss შეგიძლია ანაკ დააყენო ანაკ მე რა თქმა უნდა აქ დავაყენებდი და ვნახოთ ახლა აქ როგორი სეტაპი გვექნებოდა ანუ ეს არის ჩვენი entry ეს არის ჩვენი entry ეს არის ჩვენი stop loss-ი აი აქ და ჩვენი reward-ი გამოდი ჩვენი reward-ი არის იგივე ანუ იგივე ადგილს ვატარგეტებთ რაც აქამდე ხო და ამ შემთხვევაში ნახე ორ მაგი reward-ი გაქვს ანუ აქამდე უკვე 1.3-ზე გაქვს რომელიც გაკეთდა და აქამდე უკვე 1.6 გაქვს ხო ანუ ეს ტრეიდი გამოვიდა უფრო კარგი უფრო ხარისხიანი და უფრო ძლიერი მაგრამ ანუ შესაძლებელი იყო ისიც რომ ფასი აქ რო ჩამოვიდო და ეგრევე წასულიყო მაღალ და ეს შანსიც არ მოეცა შენთვის ხო ანუ ესეთი რაღაცებიც ხდება ხო ეს არის ტრეიდინგი და ტრეიდინგში ესე ვთქვათ უნდა იყოს რაც შეიძლება მაქსიმალურად ფლექსიბელური ანუ ეს სცენარიც განვითარდა და ეს სცენარიც განვითარდა რაც არის რა თქმა უნდა იდეალური ხო ორი ტრეიდი შეგიძლია გაკეთო ეხლა არის შემდეგი რომ სად უნდა აიღო შენი take profit-ები იმ პირველით რომელიც პირდაპირ ავიღე რა თქმა უნდა ანუ ეს არის ადგილი სადაც უნდა დააფიქსირო წესით take profit-ი მაგრამ ხედავთ რომ ჩემი take profit-ი ანუ თუ არ გაქვს risk management-ის ვიდეო ნაყურები რომელიც წინა რამოდენიმე ვიდეოს წინ დავდი აუცილებლად უყურე მინიმუმ ერთ იერიზე ვიღებ ხოლმე 20-დან 25%-ანი ხო მაგრამ აქ ხედავთ რომ პირველ ტარგეტზე და ამ ტარგეტს მე თვითონაც არ ვსაზღვრო ხო price action-ი საზღვრავს თვითონ ხედავთ რომ აქ არ იყოს კარგი ესე ვთქვათ reward-ი ასაღებად ანუ აზრი არ ქონა ამიტომ ავირჩიე რომ უფრო მაღლა ავიღო ჩემი reward-ი და ჩემი reward-ი პლუს მინუს პირველ take profit-ი დავაფიქსე პლუს მინუს აი აქ მაგრამ გავყვიდე 30%-ზე ცოტა მეტი 30-35% იყო ნუ reward-ი უფრო მეტი შემდეგი ჩემი take profit-ი არის აქ და შემდეგ უკვე აქ მექნება 80% გაყიდული მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში შენ თუ ამ ტრეიდს აიღებდი რა თქმა უნდა შეგეძლო აი აქ პირდაპირ 1.65 არის აქ უკვე დაარდალოდებოდი აი ამას და აქ აგეღო უკვე 30-35% იმიტომ რომ reward-ი უკვე ძალიან კარგი არის ამ თუნდაც 20-25% გააჩნია როგორი მენეჯმენტი გაქვს შენ შემდეგი შეგეძლო აგეღო აქ ანუ აქ რახან უფრო კარგი პოზიცია გაქვს უფრო კარგი reward-ი გაქვს უფრო კარგი stop loss-ი და entry გაქვს შეგიძლია უფრო დეფენსიური იყო take profit-ებით და უფრო ესე ვთქვათ ანუ ანუ ამას არ ვქნა რომ უფრო ხარბი იყო ამას ვქნა რომ ბაზრიდან რაც შეიძლება მაქსიმალური ესე ვთქვათ სარგებელი მიიღო იმიტომ რომ უფრო კარგი პოზიცია გაქვს შენ შეგიძლია შემდეგი აქ დააფიქსირო აქ რა ხდება იმედი არის აგვიშლა კი ბატონო ანუ შეგიძლია დაელოდო და აქ დააფიქსირო შემდეგი ანუ ნახეთ გადმოიხვია ავით ოკეი ანუ პირველ საფიქსირებ აქ რომ ანუ აი და ისიც არის ხოლმე კარგი მეგობრებო რომ შეხედავ სად დააფიქსირე შენ მოგება იქ თუ არის ხოლმე ინტერაქცია ხედავთ რომ ინტერაქცია არის და ბაზარი წამოდაქონოთ ესე იგი იდეალური ადგილი ქონა არჩეული შემდეგი შეგიძლია დააფიქსირო აქ შემდეგი შეგიძლია დააფიქსირო აქ და ანუ დანარჩენს გავუშვებ ხო ხედავთ რომ ანუ ახლა რომ გადმოვახვიოთ უკან რასაც ბაზარი ახლა აკეთებს ხედავთ რომ ამ ტრეიდში მხოლოდ ერთი take profit-ი მაქვს დაფიქსირებული აი აქ პლუს მინუს ცოტა მაღლა ერთი take profit-ი მაქვს აქ დაფიქსირებული 1.3-ზე თუ 1.3 და რაღაცაზე აქ ერთი take profit-ი მაქვს დაფიქსირებული მაგრამ აქ ამ ტრეიდში მაქვს ერთი აქ აქ უფრო დიდი მოგება მაქვს ახლა გაკეთებული მაგალითად თვითი აქ მაგრამ რა თქმა უნდა მე ტრეიდი არ ამიღე მე პირდაპირ ავიღე ლიკვიდობის თამაში ხო და ის ზუსტად ეგ არის შემეძლო ამასაც დავლოდებოდი მაგრამ შანსი იყო რომ აქაც არ შევსებული ხო იმიტომ რომ შეიძლება ფასი აქ რო ჩამოვიდა ეგრევე წასულიყო მაღლა მაგრამ ანუ იმასაც გაჩნია რომელი დღე არის პარასკევი და ორშაბათი თუ არის ხოლმე ვოლიუმი მაინც და მაინც დიდი არ არის ვიკენდში თუ შევდივარ და ანუ ამ ყველაფერსაც უნდა მიაქციო ხოლმე რა თქმა უნდა ყურადღება და ზუსტად მეგობრებო აი ეს არის ზუსტად რამოდენიმე ლეველი ჩავხაზე ხო ანუ ჩავხაზეთ 1 ლეველი 2 ლეველი რეზისტენცია ლოკალურად აქ სუპორტი და ანუ აქ ეს ბოქსი სადაც შეგიძლია stop loss-ები და entry-ები ეძებო ხო რამოდენიმე ლეველის ჩახაზვით და რამოდენიმე სცენარის განსაზღვრე ჩემი ტრეიდები ანუ მაგ სისტემა
ამ სისტემის იმპლემენტაციას ვაკეთებ ჩარტებზე და ზუსტად ჩარტები მეუნებიანად ჩემი სისტემები სად როდის და რანაირად უნდა გავაკეთო ტრეიდები არა თუ მე ჩემ ემოციაზე როგორ გავიღვიძე როგორ გსნობ თავს გადავწყვეტ ლონგში უნდა შევიდე თუ შორტში არა ყველაფერს მეუნება ჩარტი ყველაფერს მეუნება price action ვერც მე ვერ განსაზღვრობ სად ავიღებ take profits ვერც მე ვერ განსაზღვრობ სად იქნება stop loss და entry ყველაფერს მეუნება ჩარტი ჩარტმა მითხრა სად უნდა გავაკეთო entry სად უნდა ავიღო take profit-ი, სად უნდა მქონდეს stop loss-ი და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ამ ტრეიდში მეგობრებო, მე უკვე ვარ profit-ში, ჩემი stop loss-ი ავწიე მაღლა, ანუ სადაც ეს stop loss-ი, ანუ stop loss-ის მენეჯმენტიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო, ხომ? Stop loss არ აწევ, ანუ უბრალოდ higher-ში არ იმოშრები, ხომ? ანუ უბრალოდ ვერ იტყვი, რომ აი всё, break even-ში ვარ, მაგას ვერ იტყვი. აქ ხედავთ, რომ price action-ი არის და მე ამ weeks ვიცავ ჩემი stop loss-თან, რომ გავისტოპო. მაინც მოგებაში ვისტოპები. ანუ ეს ტრეიდი, ამ ტრეიდის ცუდად წასვლის შანსი აღარ არის, იმიტომ რომ მე დავაფიქსე ჩემი მოგება. აი აქ ამ შემთხვევაში, აი ამ ტრეიდში, ხომ ამ ტრეიდში შეგიძლია უფრო სხვანაირად იმას, სხვანაირად ესე ვთქვათ, სხვანაირად იფიქრო და ესე ვთქვათ, სხვანაირი მენეჯმენტი გავუკეთო, ხო? იმიტომ რომ ყველა ტრეიდი განსხვავდება, ყველა სეტუპი განსხვავდება და ასე შემდეგ. აქ მაგალითად იგივე ჩარტზე სხვა სეტუპი ავიღე, აქ იგივე ჩარტზე სხვა სეტუპი ავიღე, ხო? ეს ორი სეტუპი ერთმანეთისგან განსხვავდება. აქ შემიძლია თქვა რომ იცი რა მე უკვე ძალიან დიდი მოგება გავაკეთე. შემიძლია დავტოვო და ანუ რასაც გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება ფაშიკეზე წავიდეს მაღლა, ან შეგიძლია თქვა რომ იცი რა მე მაქსიმალურად safe მინდა ვითამაშო და ჩემ stop loss ავწევ აი აქამდე. აი აქამდე ავწევ ჩემ stop loss, იმიტომ რომ ნახეთ, ანუ გვაქვს აქ გავარღვეთ ესეც, ეს ლეველი უკვე არის გატესტილი და შენ აღარ გინდა რომ ფასი აქ ჩამოვიდეს და აქ გაიტესტოს, იმიტომ რომ ერთი ორჯერ არის უკვე აქ ფასი გატესტილი, ამიტომ ახლა გინდა რომ წავიდეს მაღლა, ამიტომ შენ stop loss ამოწევ აქ. და აქ ჩემ თვითონ არ საზღვრავ, ხო, საზღვრავ price action. და ეს არის მეგობრებო, რასაც ვამბობ მე, ანუ ნახეთ ესეც აგიხსენეთ ეს სცენარი, რაც ნიშნავს ტრენდში უკვე ვცლა აქ double time frame-ზე price action. აი ზუსტად ეს არის, რომ შენ არ წვითავ არაფერს ტრეიდინგში. ფასი აკეთებს იმას, რაც უნდა რომ გააკეთოს და შენ უბრალოდ ამ ყველაფერზე აკეთებ რეაქციას და ახლა ნახეთ მეგობრებო. ანუ ამ ყველაფერს რო ვუყურებ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, იმიტომ რომ ეს არის price action და ეს არის ბაზრის და ჩარტების განსაზღვრა. ამ short-ში რო ვიჯექი, ანუ მე აქ აგრესიულად ვიყავი ეგრევე double time frame-ზე, მაგრამ შემდეგ retracement-ზე შეგეძლო აგიღო, სადაც ეგეც ძალიან კარგი ტრეიდი იქნება და მაგრამ მე არ მინდოდა ორ ერთნაირი ტრეიდში ვჩდომილიყავი, ამიტომ ეს ретესტი აღარ ამიღია, მაგრამ მაგ double time frame-ზე ვიყავი და ნახეთ, ზუსტად ეს არის price action-ის სილამაზე, ზუსტად ეს არის როცა შენ გაქვს სისტემა, ზუსტად ეს არის როცა შენ გაქვს სტრატეგია, ზუსტად ეს არის ის, როცა შენ იცი თუ რას აკეთებ და რა უნდა გააკეთო. ანუ წარმომიდგენია, ახლა გადმოვალ რომ ესე ვილაპარაკოთ. ანუ წარმომიდგენია, ახლა თან ბევრი რომ წერს და მეუნებ რომ აი დავით იმას ავყევი, ამას ავყევი, ის გავაკეთე სულელურად, იმიტომ რომ ის და ის და ის. ანუ როცა შენ გაქვს ესეთი სისტემა, როცა შენ იცი რასაც აკეთებ და რაც უნდა გააკეთო და როცა ელოდები რომ მოხდეს ის კონკრეტული რამ, რაც შენ გაგიაქტიურებს მაგალითად ტრეიდს, ზუსტად ეგ არის, რაც გაძლევს შენ სიმშვიდეს, რაც გაძლევს შენ confidence რაც ზრუნავს იმაზე რომ შენ მაქსიმალურად იყო შენ თავში დარწმუნებული და დაელოდო შენ ტრეიდს. ახლა ნახეთ რა ხდება. შეიძლება თუ არა ეს ტრეიდი რომელიც ავიღე შეიძლება თუ არა გასტოპილიყო. რა თქმა უნდა შეიძლება გასტოპილიყო, მაგრამ ერთი წამითაც არ გამიტოქდებოდა ნერვები, იმიტომ ნახეთ. ანუ ვთქვათ აქ ისე შეიძლებოდა რომ აქ ამიღო აგრესიული stop loss, ხო? აგრესიული stop loss რომ ამიღო და გავსტოპილიყავი. მეწოდინებოდა რატომ გავისტოპე. მაგრამ აქ ისევ ფასში მექნებოდა შანსი და ამ ფასში ისევ შევიდოდი, მაგრამ ეგ შანსიც რომ არ ყოფილიყო და მაინც გავსტოპილიყავი, მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი და ანუ საერთოდ არ ასე ვთქვათ, საერთოდ არ ვინერვიულებდი მე, გამომდინარე იქიდან რომ ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ და ეს სეტუპი იყო. ანუ ეხლა რომ გავისტოპო, შემდეგზეც იგივე სეტუპი იყო და იგივეც გავისტოპო. ანუ 5 ჯერ ზედიზედ რომ გავისტოპო, მე 6-ით მაინც ავიღებ მაგ სეტუპს, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი დღიური მეუნება რომ ეს ტრეიდები არის ძალიან ხარისხიანი და კარგი ტრეიდები და ამ ტრეიდებს მე ყოველთვის ვიღებ, ამიტომ შენ მაინც რომ გასტოპილიყავი, შენ თუ შეგიძლია ეს ტრეიდი ახსნა, რატო აიღე, რისთვის აიღე და ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა და შეგიძლია ისტორიიდან აჩვენო რომ ესეთი ტრეიდები ხშირად გამოდის და ძალიან კარგი ტრეიდები არის. It's okay. არა უშავს თუ გაისტოპე, ხო? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ გავისტოპე და ჩემი ტრეიდები არის მთლიანად უკვე safe და მოგებაში რაც არ უნდა მოხდეს, ამიტომ всё არ ნერვიულობ.
და ეს არის მეგობრებო ზუსტად ტრეიდინგი და ეს არის რაც უნდა გააკეთოს შენ იმისთვის რომ გახდე წარმატებული ტრეიდერი და არ დაგავიწყდეთ თუ არ გინდათ რომ ესეთი ვიდეოები გამოგრჩეთ თუ გინდათ რომ მეტი ისწავლოთ ინვესტიციაზე ტრეიდინგზე და ასე შემდეგ აუცილებლად გამოიწერეთ არხი გააქტიურეთ ზარის ღილაკი და არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება